чому взагалі різниця між ними? რა განსხვავებაა რუსეთსა და ჩვენ შორის? ამ განსხვავებას რუსეთი ყოველ 9 მაისს აშკარად აჩვენებს. სხვაობა თავისუფლების მოედანზე ცხოვრებასა და წითელ მოედანზე, შიშის აღლუმს შორის. ტანკების კოლონამ, მკვლელი ბლოკების მარში, გადაცმული ნახევრად მკვდარი სახეები, რომლებიც ზემოდან ჩაიბარებენ ამ სულობას. სექტა სახელწოდებით შეგვიძლია გავიმეოროთ. თქვენ გაიმეორეთ ეს ბოროტება. უკრაინამ ეს იხილა, თელმა მსოფლიომ იხილა. ნაცისტების სიმხეცეზე ხვალ ისაუბრებს ბუჩაში ძმათა სასაფლაოების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო. ეს იქნება ცინიზმის აღლუმი. სხვანაირად ამას ვერ დაარქვევ. ღვიძლისა და სიცრუის აღლუმი. ისე თითქოს არა ათობით მოკავშირე სახელმწიფო, არამედ კონკრეტულად პუტინმა დაამარცხა ნაციზმი. თითქოს მან საკუთარი ხელებით აღმართა გამარჯვების სიმბოლო ბერლინში, რაიხსტაგზე. მადლობა ღმერთს, უკრაინამ ამჭაობს თავი დააღწია. მადლობა ღმერთს, უკრაინას არ დაავიწყდა, რომ 80 წლის წინ ნაციზმს ათობით სხვადასხვა ერი ებრძოდა. მათი კერპია წითელ მოედანზე მყოფი კაცი, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე წაართვა. ჩვენი გმირები კი ჩვენ შორის არიან. ბოლოს და ბოლოს ყველასთვის გახდა ნათელი. ამ ბოროტების დაშოშმინება შეუძლებელია. მას უნდა ებრძოლო ერთად, მტკიცედ, ძალით, ზეწოლით. ბრძოლის ველზე, დიპლომატიურ არენაზე, ეკონომიკურ სივრცეში, ყველგან სადაც შეიძლება. იმისათვის, რომ ნამდვილად არასდროს განმეორდეს. სხვა შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს რუსეთის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია.